თორე ეხლა ლიბერალ ფაშისტებთან რა საქმე გვაქვს კონსერვატორებს, ეროვნულებს? არანაირი ლიბერალური ფაშიზმი მიუღებელია საქართველოში. ამიტომ ისე რაღაცა ცოტა ლოგიკასთან ახლოს უნდა იყვნენ ეს ხალხი რა. ეხლა რაღაცა დააბრეხო რომ მე სართულის იმაზე მივდივარ, მე სარდაფის იმაზე აქციაზე მინდა წასვლა. შედგება ბიძინიჩი, შედგება კოალიცია, ოღონდ ერთი იდეოლოგიის არ არის აუცილებელი რომ ეროვნული კონსერვატორები მარტო ერთ პარტიაში გაერთიანდნენ. ესე არც მოხდება პოლიტიკაში, იმიტომ რომ ცოტათი განსხვავებულია შეხედულებები ექნებათ ამ ქვეყნის განვითარებაზე და ცალკე ჯგუფებს ჩამოაყალიბებენ, ცალკე პარტიები შეიქმნება. ოღონდ ეროვნული და კონსერვატორული იდეოლოგიით. პარტიას ხო უნდა კონდეს იდეოლოგია განსაზღვრული, ეროვნულ, ქრისტიანული, კონსერვატორულ, მართლმადიდებლური, ან რაღაცა უნდა აერთიანებდეს, კოალიციას რაღაცა უნდა აერთიანებდეს, კაცო. ეხლა როგორ შეიძლება კოალიცია იყოს ესეთი რა? ეხლა ამერიკაში ორპარტიული სისტემაა და იქ ნახეთ ერთ პარტიაში, დიდ პარტიაში, დემოკრატებთან, მაგალითად 50 პარტია შეიძლება წვრილი გაერთიანებული. მაგრამ საქართველოში როგორ არის ნახეთ, ყველას თავის პარტია უნდა ქონდეს, იმიტომ აგვაქვს ჩვენ 250 პარტია რა. დიქტატი არა, აი ბიძინიჩი რაზე ვლაპარაკობ და რას მეუბნებით მაინც ნახე რა. არა, დიქტატი არა. კოალიცია, აი კოალიციური ხელისუფლება შეიძლება შედგეს ერთი და იგივე იდეოლოგიის სხვადასხვა პარტიებისგან, კაცო. ეროვნულ კონსერვატორულ პლატფორმაზე რო დგას სხვა პარტია, იმასთან კოალიციის შეკრა რატოა გრეხი და რატო არ უნდა შედგეს? დიქტატი არ არის საჭირო, კაცო. თუ ერთი იდეოლოგიის ადამიანები და პოლიტიკური პარტიები ერთად დადგებიან და კოალიცია შექმნიან, რა ქვეყანას წაადგება, ხო? როგორ წარმომიდგენია და აგერ კუკავას აყავს პარტია, ჯონდი ბაღათურია, აგერ თქვათ დიმიტრი ლორთქიფანიძეა, აგერ არის ლევან ვასაძე, ეხლა გვარებს გისახელებ მეტი როგორ აგიხსნა, კაცო ბიძინიჩი. ეხლა აი ეს პარტიები, თავიანთი პარტიები ხო აქვთ ამ ხალხს, კაცო, იმას ერიაქს, იმას რაღაცა სხვა, აი ვინც ჩამოგითვალე, ქართული იდეაა მაგალითად კიდევ იქ. ეროვნულ პლატფორმაზე, ბიძინიჩი არ გინდა ეხლა ეგეთი კამათი რა. ჯონდი ისეთი პროგრესული ადამიანია, დღევანდელი დღე კი არა, შეიძლება ხვალინდელი დღეც არის რა. პირადად ვიცნობ და ძალიან მაგარი კაცია ჯონდი რა. არ გინდა ეხლა აქ გუშინდელი დღეა. გუშინდელი დღე შეიძლება ნაცები არიან, რა შუაშია ჯონდი. ხო და აი ესენი რო ჩამოვთვალე ეხლა პიროვნებები იქ ლევან ვასაძე ის კახა კუკავა, ყველას თავისი პარტია აქვს. და ხო შეიძლება, მაგრამ ყველა კონსერვატორულად და ეროვნულად აზროვნებს. და კოალიცია ხო შეიძლება შედგეს არა პარლამენტში ამ ძალებისაგან. ხო და ამას ვამბობ, აი ეს არის კოალიციური მთავრობა. ის კი არ არის რომ ნაცები ისა ქოცები, ვიღაცეები, თუ ქოცებსაც გამოეყოფათ კონსერვატორულად მოაზროვნე და ცალკე იმას შექმნიან რაღაცას და იქ შიგნით ხო ან ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდებიან მართლა კონსერვატორულ იდეოლოგიაზე, კი ბატონო. არ ვიცი ეხლა მე გასაგებენაზე ხსნი დავღეჭე და ვთქვი რა. გირჩი რა შუაშია, გირჩი ქალბატონი ლიანა, გირჩი არ მქონია ხო საუბარი. აი კოალიცია ეს გამიგია. მე ამისთანა კოალიციას მოვიაზრებ და არა ისეც როგორცაც ეს ჩვენი ახალგაზრდები, რომ თურმე ნაცებიც უნდა იყვნენ, გირჩიც უნდა იყოს, ისიც უნდა იყოს, ესე ბიჭო ისინი ცალკე შევიდნენ.
კოალიციის გარეშე შევიდნენ პარლამენტში, თუ თავი აქვთ რა. არა, თქვენზე არ ვიძახი ახლა მე. გირჩი თუ თავისი პარლამენტში კოალიციაში რატო უნდა იყოს იმ ეროვნულებთან, კაცო? ან ქოცები რატო უნდა იყვნენ, კაცო? ლიბერალური ფრთა არის, ჩვეულებრივი ლიბერალური იდეოლოგიის პარტია. ნაცები თუ შევლენ თავისი პარლამენტში, კი ბატონო, მაგრამ კოალიცია რატო იქნება ჩემი, კაცო? კოალიციას შევკრავ მე ეროვნულ პარტიებთან. ეს არის კოალიცია. და ამ კოალიციას თუ აჯობებენ ესენი ცალ-ცალკე, მაგასაც დავინახავ რა მე რა. უმრავლესობა ვის ეკნება, რომელ კოალიციას, მაგას დავინახავ რა. ეროვნულებს ეკნება თუ ცალ-ცალკე ლელოებს და შმელოებს. არ გვინდა ეგეთი ლაპარაკი ახლა ესა რაღაცა დროზე უნდა შველა და ვის უნდა შველა, კაცო? ქვეყანას უნდა შველა, ზურას რა ჭირს საშველი, კაცო? ზურას არაფერი არ ჭირს, მახარაძეს საშველი და არჩოთა მარტინენკოს და რა ლიდერებზე ნუ ლაპარაკობთ. ქვეყანას უნდა შველა და ქვეყანა უნდა გაერთიანდეს. მე ამიტომ ვახსენე ეს ეროვნული იდეოლოგიის მატარებელი ადამიანებს და პარტიებს, იმიტომ ვახსენებ, რომ ყველა ერთად უნდა დავდგეთ ამ დროს. და ეს არის კოალიცია. თუ ქვეყანის შველა გვინდა, ეს კოალიციური გაერთიანება უნდა მოხდეს. ხო ნახეთ რა მოხდა რა. რა ქვია, შალვას პანჩატურში რო იკრიბებოდნენ, კოალიცია რო შექმნეს ესე, წინასწარო ხელისუფლებას ინაწილებდნენ უკვე და მთავრობა და ვერ შეთანხმდნენ, ხო? ეს არის კოალიციური მთავრობა. მე ესეთი წარმომიდგენია და არა ისეთი, რომ ნაცი, კოცი, გირჩი, მირჩი, ისა კონსერვატორები ყველა ერთად რო გაერთიანდებიან და კოალიციური მთავრობა იქნება. აქ როგორ არის, იცი? როდესაც კოალიციის სახით შენ ეროვნულ ძალას ქმნი, ეროვნული იდეოლოგიით კოალიციას ქმნი, შენ უკვე უმრავლესობაში ხარ პარლამენტში და შენ შეგიძლია აი ამ კოალიციური მთავრობაც შექმნა უკვე იქ. ამ ძალებით, ამ პარტიებით კოალიციური მთავრობა შექმნა და ისიც რა ქვია, პარლამენტიც კოალიციური უმრავლესობით იყო პარლამენტში. აი მაშინ არის ქვეყნის საშველი. მაშინ არის ქვეყნის საშველი ზუსტად. თორე ეხლა კოალიცია ნაცებთან და იმასთან მოდი რა აღარ მალაპარაკოთ მაგ თემაზე. თუ პოლიტიკაში ვერ ერკვევით, ხო? ნუ ჩაიჯინებთ ხოლმე რაღაცას და ხუჯელ ნუ შემომიტრიალებთ ერთი და იგივე კითხვას. კოალიციური. გაასაგებია მეც გეუნებით კოალიცია რას ნიშნავს. და როგორი კოალიცია აწყობს ამ ქვეყანას რა. როგორი მართლობა აწყობს საერთოდ. თუ ამდენს ვერ ხვდებით და ამდენი პოლიტიკაში ჩახედულია რაღაც არ არის აუცილებელი თმაო, აიღე თოხი, ბარი, კაფჩა, კირკა, ლაფატკა და გადი და იმუშავე სხვაზე რა. აუცილებელი კი არ არის ყველა პრეზიდენტად აგირჩიოთ და ყველა პოლიტიკაში რაღაცას საუბრობდეთ, კაცო. ეხლა ყველა თავის თავზე ნუ მიიღებს, მე ზოგადად ვამბობ რა. დაჯდებიან აქ დიდი სერიოზული თემებს განიხილავენ ხოლმე სტრიმებზე, ბიჭო. დიდი პოლიტიკოსები უკვე და კარგი ისინი რა ქვია, ვითომ ყველა ხუხაშვილია უკვე. ხუხაშვილები გამომივიდნენ პოლიტიკური ექსპერტები, ეკონომიკური ექსპერტები, ყველა სფეროში. კარგი თქვენ დალოცულებო რა გამოცდილება გაქვთ თან. სად რა დავანებეთ თავი ერთი რა. მოკლედ, ასია თუ არა ეს არის გასაკვევი და ამას იმიტომ დაუთმე იმდენი დრო ეხლა, რომ ეს არის ასახსნელი ადამიანებისთვის. როდესაც შენ ხელისუფლებას ირჩევ, არჩევნებზე მიდიხარ, იდეოლოგიის მიხედვით უნდა აირჩიო რა. შენ თუ ხარ ლიბერალური იდეოლოგიის მომხრე, კი ბატონო, წადი და გირს მიეცი ხმა. ის დამოუკიდებლად შევა პარლამენტში, მაგრამ უმრავლესობაში ვერასოდეს ვერ მოვა. მაგრამ თუ უმეტესობა საქართველოს ამომრჩეველი მოსახლეობა
ეროვნულად და კონსერვატორულად აზროვნებს, მაშინ ადგება და აირჩევს კონსერვატორებს, ჯონდის, ლევან ვასაძეს, კახა კუკავას და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. სხვადასხვა პარტიები, იმი კონსერვატორები თუ ვინც არიან, ხო, ამათ აირჩევს. და იქ რო შევლენ პარლამენტში, როდესაც იქ იქნება გირჩი, ნაცები, ქოცები, სიტყვაზე ვიძახი რა. აი ეს კონსერვატორული იდეოლოგიის და ეროვნული იდეოლოგიის პარტიები ერთად შექმნიან კოალიციას და უმრავლესობას წარმოადგენენ ამ დროს. მათ ეკნებათ უფლება უმრავლესობით მიიღონ კანონები პარლამენტში და აგრეთვე მთავრობაც ჩამოაყალიბონ უმრავლესობით. ესე იგი მთლიანად ეროვნულებზე გადავა